ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ჩაქრობა სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყარო და მიმდებარე საწყობები მთლიანად დაიწვა. ჩამოიშალა შენობის ნაწილი. რა ვითარება ადგილზე ბოლო ინფორმაციას თეონა ხუბულავა მოგვაწვდის. ღია ეთერში, რომელიც იქ მუშაობს, თეონა, რა ხდება ადგილზე? უკვე რამდენიმე საათია სახანძრო სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები ცდილობენ რომ მოახდინონ ხანძრის ლოკალიზება, თუმცა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მე ახლა ოპერატორს ვთხოვ რომ კადრში გვაჩვენოს თუ რა ვითარება არის ამ დროისათვის სადგურის მოედანზე არსებულ სავაჭრო ცენტრში. მე შეგახსენებთ რომ ეს სავაჭრო ცენტრი არის დაახლოებით 10,000 კვადრატულ მეტრზე მეტი. აქ სხვადასხვა მხრიდან დაახლოებით 4 მხრიდან ცდილობენ სახანძრო სამაშველო ბრიგადის ეკიპაჟები რომ მოახდინონ ხანძრის ლოკალიზება. მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. აქ შეკრებილმა დაზარალებულებმა სცადეს რომ შესულიყვნენ ცენტრალური შესასვლელის მხრიდან არსებულ საწყობებში. მათი თქმით მათ ჰქონდათ იმის საშუალება რომ მცირე ქონება მაინც გადაერჩინათ საკუთარი, თუმცა სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლებმა მათ არ მისცეს ამის საშუალება. ხანძარი დაახლოებით 9 საათის წინ იმდენად მძაფრი იყო რომ ამ შენობის ნაწილიც კი ჩამოიშალა. იყო თავდაპირველად იმის საშიშროება რომ დაშავდა ერთ-ერთი მეხანძრე, თუმცა შემდგომ მან უკვე საკუთარი ფეხით შეძლო რომ გამოსულიყო ამ ტერიტორიიდან. ადგილზე კვლავ რჩებიან დაზარალებულები და მათი რიცხვი სულ უფრო მატულობს. დაახლოებით 4 ან 5 საათის წინ გაჩნდა ამ ტერიტორიაზე ხანძარი. აქ შეკრებილი დაზარალებულები აცხადებდნენ რომ მათი ზარალი არის საკმაოდ დიდი. ეს სავაჭრო ცენტრი, როგორც უკვე გითხარით, 10,000 კვადრატულ მეტრზე არის. შიგნით განთავსებული არის ასეულობით მაღაზია. ეს არის ტანსაცმლის, ავეჯის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. 1000-ზე მეტ ადამიანს აქვს იჯარით აღებული ტერიტორია ამ სავაჭრო ცენტრში. ისინი ითხოვდნენ რომ ადგილზე მოსულიყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მე შეგახსენებთ რომ აქ უკვე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. ჩვენ უკვე წინა გამოშვებაში შემოგთავაზეთ მისი პირველი კომენტარი. დედაქალაქის მერმა განუცხადა აქ შეკრებულ დაზარალებულებს რომ მას შემდეგ რაც დაითვლება ზარალი, უკვე მერია იფიქრებს იმაზე თუ რა ფორმით დაეხმარება დაზარალებულებს. ყველაფერი ჩვენს უკან არჩევანი ბაზრობა და იქიდან გაჩნდაო. ზუდაიწვა ყველაფერი რაც ქონდა და რა. ჩვენ ვრჩებით ადგილზე. აქ როგორც უკვე გითხარით, სახანძრო სამაშველო ბრიგადის მანქანები სულ უფრო და უფრო მატულობს. აგრეთვე მატულობს ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ რომ მათ საკმაოდ დიდი ზიანი მიადგათ ამ ხანძრის შედეგად. უკვე ცნობილი არის ისიც რომ დაწყებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება. ახლა უკვე გამოძიება დაადგეს თუ რა მოხდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრული არის 197 მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მადლობ თეონა ხუბულავა საუბრობდა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში.